მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა 2024 წლის ანგარიში წარადგინა. კომუნიკაციების ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ამ სფეროში ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე და მომხმარებელთა დროული ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე განიხილეს საჩივრების სტატისტიკა და რეაგირების შედეგები. ანგარიში ვრცლად არის ინფორმაცია მოცემული იმის შესახებ, თუ რა მომსახურების სახეობასთან დაკავშირებით მომართავდა მომხმარებელი სამსახურს, კონკრეტულად რა პრობლემები აწუხებდა სამსახური ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებას, მაგალითად ისეთი როგორიც არის ცნობიერების ამაღლება. სწორედ ეს არის ის შედეგი, რომელიც სტატისტიკური მონაცემების სახით დღის მდგომარეობით გააჩნია სამსახურს. ასეთი ჩართულობა უფლებების დაცვაში, რა თქმა უნდა, ძალიან აუცილებელიც არის, ამიტომ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს კომუნიკაციების კომისიასთან, ომბუდსმენთან. მივესალმები, რომ ამ ანგარიშის ფარგლებში ამდენი რამის გაკეთება შეძლო ამ უწყებამ. მსგავსი ანგარიშები იცავს ჩვენ მომხმარებელთა უფლებებს, რომ მათ მაღალი დონის სერვისები მიეწოდოს კომუნიკაციების ნაწილში, იქნება ეს ინტერნეტი, სატელეფონო ქსელი თუ სხვა ტიპის კომუნიკაციების მომსახურება. თვითონ საზოგადოებრივი დამცველი აქტიურ კამპანიას აწარმოებს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. გვაქვს არაერთი საერთო პლატფორმაც მათ შორის და მოქალაქეებთან მუშაობას აქვს სწორედ ის შედეგი, რომ უფრო მეტი მოქალაქე მომართავს, უფრო მეტმა მოქალაქემ იცის საკუთარი უფლებების შესახებ.